მოგესალმებით, გიბრუნდებით ამოცანების განხილვით 68-დან. წერტილი მდებარეობს 6 ტოლი რადიუსის მქონე წრეწირის შიგნით და ყოფს მასზე გამავალ ხორდას 4-ის და 5-ის ტოლ ნაწილებად. ჩვენ მანამდე გავაკეთეთ ამის მსგავსი ამოცანა. მოდი დავხატოთ წრეწირი. ეს არის 68 ნომერი. და ესე იგი მდებარეობს 6-ის ტოლი, ანუ რადიუსი არის 6-ის ტოლი და ყოფს მასზე გამავალ ქორდას 4-ის და 5-ის ტოლ ნაწილებად. ანუ გავავლოთ ახლა ჩვენ ქორდა, რაღაცა ეგერ ქორდა გვაქვს და მასზე მდებარე წერტილი, ნუ სადღაც ასე მდებარეობს წერტილი, რომელიც 4-ის და 5-ის ტოლ ნაწილებად ყოფს ჩვენ ქორდას. ვთხოვენ ამ წერტილიდან წრეწირის უახლოეს წერტილამდე მანძილს. ნუ ვთქვათ ეს არის A წერტილი. როგორ პოულობთ ახლა წერტილიდან წრეწირამდე უახლოეს ან უშორეს მანძილს, ხო? ეს წერტილი წრეწირის შიგნითაა თუ წრეწირის გარეთაა, ჩვენ ერთსა და იმავე მოქმედებას ვახორციელებთ. ეს მეხუთე თავის ერთ-ერთ ვიდეოში გვაქვს უბრალოდ მეოთხე თავის აღწელი, ვაერთებთ ცენტრთან. ასე ვაერთებთ ცენტრთან და ამ მონაკვეთს იდეაში რადიუსს ხო ვაგრძელებთ უკვე დიამეტრამდე რა. ანუ მეორე მხარეს გადაკვეთამდე წრეწირის მოპირდაპირე მხარეს კვეთამდე. შესაბამისად ახლა მოკლე მონაკვეთი იქნება მინიმალური მანძილი, აი სწორედ ეს იქნება მინიმალური მანძილი, აღნიშნოთ ეს x-ით. და შესაბამისად ეს იქნებოდა მაქსიმალური მანძილი. ნუ მაქსიმალურ მანძილს არავინ არ გთხოვს, მაგრამ ეს რა იქნებოდა? ეს 12-x არ იქნებოდა? იმიტომ რომ მთლიანად ეს 12 დიამეტრია, რადგანაც რადიუსი 6-ია, დიამეტრი 12 იქნებოდა და რადგანაც ეს მოკლე მონაკვეთი x-ით აღნიშნეთ, დარჩენილი იქნებოდა 12-x. აქ გამოვიყენებთ ახლა წრეწირის ურთიერთგადამკვეთი ქორდის თვისებებს. ანუ ურთიერთგადამკვეთი ქორდების ერთი ქორდის ნაწილების ნამრავლი მეორე ქორდის ნაწილების ნამრავლის ტოლია. 12-x ტოლი იქნებოდა, ესე 12-x ჯერ x ტოლი იქნებოდა 4 ჯერ 5-ის. 12x - x კვადრატი უდრის 20, x კვადრატს - 12x + 20 უდრის 0-ს, x1 არის 2, x2 არის 10. რადგან ჩვენ მოკლეს მანძილს ხომ ცხადია ეს იქნებოდა 2. მოდი ახლა გავაკეთოთ 69-ს წესით უნდა ჰგავდეს მას. ამის გავსიც გაკეთებული გვაქვს, გაკეთებული. მოვიღოთ წრე, გავავლოთ მასში ურთიერთგადამკვეთი ქორდები. დავაწეროთ ასოები, ეს B ქორდა C, D ქორდა გადაკვეთა. წერტილში ვიცით რომ AK ისე შეეფარდება AB-ს, როგორც 3-2-ს, ანუ 3x 2x. ხოლო DK ისე შეეფარდება CK-ს, როგორც 1-5-ს, ანუ Y და 5y. ვთხოვენ AC მონაკვეთის სიგრძეს. ეს არ ვიცით. თუ კი DB მონაკვეთის სიგრძე S6-ის ტოლია. თუ რა ვიცით აქ ჩვენ რომ ეს საკუთხედები მსგავსია. ეს კუთხე იგივე რკალს ეყრდნობა CB რკალს, რასაც ეს კუთხე. ანუ ტოლი ერთმანეთის ანალოგიურად ეს კუთხეც AD რკალს ეყრდნობა, B კუთხეც AD რკალს ეყრდნობა და შესაბამისად ერთმანეთის ტოლია. ACK და DBK საკუთხედებს აღმოაჩნდათ ტოლი კუთხეები, ანუ მსგავსები არის. ჩავწეროთ მაშინ მსგავსება. ერთრკალიანის მოპირდაპირე 5y ისე შეეფარდება მეორე სამკუთხედში ერთრკალიანის მოპირდაპირე 2x.
როგორც ორკალიანის მოპირდაპირე 3x შეეფარდება მეორე სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე y-ს და როგორც კითხვის ნიშანი, ანუ ორკალოს მოპირდაპირე AC გვერდი შეეფარდება მეორე სამკუთხედში ორკალოს მოპირდაპირე ფესვი 6-ს. ახლა ჩვენ AC რომ ვიპოვოთ ფაქტობრივად y და x უნდა იცოდეთ, x და y, მაგრამ სავალდებულო არა, ცალ-ცალკე იცოდეთ, საკმარისია შეფარდება იცოდეთ x-y-ს. ამიტომ არ შეშინდეთ თუ მითებით რომ ეს ინფორმაცია აკმარა ცალ-ცალკე x-ის და y-ის საპოვნელად. ეგ ხო არ ყოფილა მიზანი. ამიტომ მოდი ამ ორი შეფარდების ტოლობით დავაკვირდეთ, რომ 5y კვადრატი უდრის 6x კვადრატს და აქ შეგიძლიათ ახლა ამოფესოთ ტოლობის ორივე მხარე, ან გამოსახოთ შეფარდებით, აი ნახეთ x-ი შეფარდებული გრეხთან ხო გინდოდათ თქვენ და ანუ აქედან გამოდის, რომ x კვადრატი რომ შეაფარდო y კვადრატს და 5 უნდა შეაფარდო x-თან. აგეთი ამბავია. ხო, y კვადრატი იქეთ რომ გადმოვიტო და x-ი აქეთ გადმოვიტო და გაყოფით. მაშინ ეს გამოდის, რომ x, y თუ ამოვფესვავთ ფესვი 5 შეფარდებული ფესვი 6-თან. ამის ტოლი იქნება. ო, ახლა თუ ავდგებით და გადმოვწერთ ჩვენ ამ ორი ახლა მწვანე არჩევოს ხაზზე ფარდობას, ფარდობის ტოლობას, ასე ხო შეგვიძლია ეს დავწეროთ 3 x-ი შეფარდებული y-თან უდრის AC შეფარდებული ფესვი 6-თან. ეს რო შეტავთ ახლა x-ი შეფარდებული y-ის ვაგებად, ანუ 3 ფესვი 5 შეფარდებული ფესვი 6-თან უდრის AC შეფარდებული ფესვი 6-თან, ფესვი 6 შეყიცავს ტოლობის ორივე მხარეს და AC გამოაქვს 3 ფესვი 5. 79-ში ჩვენ AC გვერდს ვთხოვდნენ ზუსტად. 70 ნომერი. ზუსტად იგივე სიტუაციაა და მოდი აღარ გამეორდები, ზუსტად იგივეა ერთ-ერთში. მოცემული არის ქორდები, იცით ერთი ქორდის ნაწილები როგორ შეეფარდება ერთმანეთს, მეორე ქორდის ნაწილები და ახლა იცოდით AC გვერდი ხო, ზემოთაც ხო და BD-ს გთხოვდნენ, ასე მოგონი BD იცოდით, ხო? იცოდით და ერთ-ერთში იგივე აბსოლუტურად და აღარ გავაკეთებ ამას 70-ის. მოდი 71-ე გავაკეთოთ. წრეწირის რადიუსის მართობული ქორდა ამ რადიუსს ტოლ ნაწილებად ყოფს. ავიღოთ წრეწირი. ასე. რადიუსი გავავლოთ წრეწირში, ვთქვათ, ასე არის რადიუსი გავავლოთ. და ამ რადიუსის მართობული ქორდა ამ რადიუსს ტოლ ნაწილებად ყოფს. დაახლოებით ასე გამოვიდოდა, ხო? ესე იგი, გაავლეს რადიუსის მართობული ქორდა. აგერ არის რადიუსი. რაღაც, გაავლეს მისი მართობული ქორდა, მაგრამ აქ კი არ გაავლეს ან ასე. არა. შუაზე განყოფილი უნდა ყოფილიყო. იყოს რაღაც ემენ ქორდა. იპოვეთ ქორდა თუ რადიუსი 3 ფესვი 3-ის ტოლია. ნუ გვეკითხებიან ემენ ქორდას. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია შევაერთოთ, ხო? მოდი გავავლოთ აქედან ეს ორდან გავავლოთ ხაზი m-თან, აგერ n-თან. და მოდი ეს შევაერთოთ ასთანაც აღარ აფიგურავი. რო თვალით ახლა ძალიან გავს რომბს, მაგრამ დავწვდეთ რომ რომბი. შევედეთ OM-ი და OA ხო რადიუსები, ანუ ერთმანეთის ტოლი იქნებოდა ხო OM-ი და OA. ანუ ტოლფერდა OM-ი უდრის OA-ს, მაგრამ შეხედეთ ამ სამკუთხედში M-დან გავლებული სიმაღლე თან მედიანია. ანუ ეს ტოლფერდა ოღონდ უკვე M წეროთი, ხო? ფერდების შემაერთებელი M წეროთი და შესაბამისად OM-ი უდრის M
100-საც. მაშინ გამოდის, რომ ეს ოები სამივე სტოლია. აჰა, ამის სტოლიცაა. ესე იგი სამკუთხედი ტოლგვერდაა. თუ ტოლგვერდაა შესაბამისად. თუ ტოლგვერდაა. ამდენი რა თქმა ეს ამდენი ინფორმაცია მე. ხო, პრინციპში ტოლგვერდა სამკუთხედიდან ახლა გვერდ დავთვლით ამას. ეს 30 გრადუსიანი კუთხე სხვაგან გამოდის, ეგრეთ გამოდის და მაგრამ თუ ჩვენ ავდგებოდით ახლა ამას აღნიშნავდით თქვათ x-ით, ესეც x იქნებოდა და კავას გავაგრძელებდით, ხო? თუ რა გამოვიდოდა? პრინციპში არც ჭირდებოდა ახლა კიდევ ვინახეთ ეს ფაქტი, მაგრამ ურთიერთმართობული ქორდის თვისებით არ ჭირდება. ეს ხო გამოდის, ეს არის 3 ფესვის 3 და აქეთ არის 3 ფესვის 3-ის ნახევარი, ხო? ანუ ეგ გამოდის 9 და ფესვის 3-ის, ფესვის 3-ის ნახევარი. და აქეთ არის 3 ფესვის 3-ის ნახევარი, ხო? ანუ x ჯერ x-ი ტოლია ცხრა ფესვის 3 მეორედი გამრავლებული 3 ფესვის 3 მეორედს. ნუ ფესვის 3 ფესვის 3 არის 3, 3 ჯერ 3 9, 9 ჯერ 9 91. ანუ x კვადრატი გამოდის 91 მეოთხედი, ანუ x-ი გამოდის 9 მეორედი. და შესაბამისად, აქედან mn-ი რა იქნებოდა? mn-ი ხო 2x-ი, ანუ იქნებოდა 9. $72. იპოვეთ ტოლფერდა საკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. კარგი, ანუ მოდი ჯერ წრეწირი ჩავხაზოთ, დავხაზოთ და მერე შიგნით ჩავხაზოთ ტოლფერდა საკუთხედი. ეს ტოლფერდა საკუთხედი ასეთ შეიძლება ჩაგვეხაზა ჩვენ, ხო? მაგრამ შეგვეძლო ასეთ ყოფილიყო ჩახაზული. თუ ამას გადავწყვეტი მნიშვნელობა ექნა, ანუ ცენტრი შიგნით მოხდება საკუთხედში, გვერდზე მოხდება თუ გარეთ ხდება, განვიხილოთ შემთხვევები, მაგრამ უფრო პირობა ახლა რომ წავიკითხავთ, ამას ჰგავს, ნახეთ, ფუძე არის 16 და სიმაღლე 4, ნუ საკმაოდ პატარაა, ხო, სიმაღლე. აი ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გაქვს, რომ გვერდებით უცებ ვიხდეთ ხოლმე საკუთხედი პლახკუთხა, მახვილკუთხა, მართკუთხა, ამასაც ვისწავლით ჩვენ, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მანამდე ცოტა ბევრი დააგვიანდება მომდევნო თავებში ეს საკითხი განხილული. მაგრამ ნუ ალბათ დაახლოებით ვიხდებით, რომ ასე იყო ნახაზი, თუმცა არ ქონდა მნიშვნელობა პირიქითაც უნდა გვეხაზა, მაინც გამოვიდოდა სწორად. ანუ ვიცით, რომ ტოლფერდა აქვს სამკუთხედი, ვიცით, რომ მასია შემოხაზული წრეწირი, ვიცით, რომ ეს 16-ია და მასზე დაშვებული სიმაღლე არის 4. ახლა რაში დასჭირდათ მასზე დაშვებული სიმაღლე? ნუ იმაში დასჭირდათ თუ ამ სიმაღლეს გაავლევთ, აუცილებლად ცენტრს გაივლის ეს. რატო? იმიტომ მეგობრებო, რომ ეს რადგან ტოლფერდა სამკუთხედი იყო, ფუძეზე დაშვებული სიმაღლე ფუძეს შუაზე გახვდა. და ჩვენ ვიცით, რომ ცენტრი და დიამეტრი, რომელიც მართობულია ქორდის, ის შუა მართობიცაა. ანუ შუა წერტილზე გავლებული მართობი აუცილებლად ცენტრზე გაივლის, ხო? იმიტომ რომ რამდენი შუა მართობის აღმართვა შეგიძლიათ ახლა თქვენ ერთ წერტილზე ერთადერთის და რადგანაც ცენტრიდან გავლებული რადიუსი დიამეტრი უკვე იყო შუა მართობი, მაშინ გამოდის, რომ პირიქით ცენტრზე რომ ანუ ქორდის შუა წერტილზე რო აღმართოთ მართობის, აუცილებლად გაივლის ოცენტს. ანუ თუ გავაგრძელებდით ამ 4 სანტიმეტრიან რადიუსს,
იმას უფრო სწრაფად სიმაღლეს, ის აუცილებლად გაივლიდა დიამეტრს. ახლა თუ აღნიშნავთ ჩვენ მოცემული წრეწირის რადიუსს, მაშინ ეს თუ 4-ია, გადაკვეთიდან აქამდე არ იქნება 2r-4? იმიტომ თუ მთლიანი დიამეტრი იყო და სიმაღლე ამ დიამეტრზე ძევდა 4-ის ტოლი იყო, მაშინ სიმაღლის მიღმა ნაწილი იქნებოდა დიამეტრის, ანუ 2-ს გამოკლებული 4. რადგანაც ქორდა 6 იყო და შუაზე გაიყო, ანუ 8 და 8 იქნებოდა მისი ნაწილები, ანუ 8 ჯერ 8 ტოლი იქნებოდა 4 ჯერ 2r-4-ის. შესაბამისად, აქ შეგვიძლია 4-ზე შევკვეცოთ, აქ 16 უდრის 2r-4-ს, 2r უდრის 20 და r უდრის 10-ს. მოდი. აბა ნახოთ 73 ნომერი. სიტყვებს. ავუწყობთ. მიცემული წერტილი და წრეწირისადმი გავლებულია მხები და მკვეთი. აიღოთ წრეწირი. მოცემული წერტილიდან გავავლოთ მხებიც, გავავლოთ მკვეთიც. მათი სიგრძეების ჯამია 30. აქვთ ლათინური პეტრასოვი დავწერთ თუ დიდი რასოები. მოიცადე, აბა ნახე რა ხდება მე, ხოლო მკვეთის გარე მონაკვეთი 4-ით ნაკლებია მხებზე. კარგი, მოდი მხები აღნიშნოთ 10, აქედან აქამდე. გარე მონაკვეთი იქნება -4. იპოვეთ მხების და მკვეთის სიგრძეები, ხო? გარე მონაკვეთი იქნება -4, შეგვიძლია მთლიანად მხებს დავარქვათ B, შეგვიძლია მის შიგა ნაწილს დავარქვათ B, აი აქედან აქამდე. ახლა ჩვენ ვიცით, რომ მხების და მკვეთის ჯამი, ანუ A-ს დამატებული, ანუ მხებს დამატებული, ეს A-4 პლუს B, ეს არის 30. და ვიცით, რომ მკვეთის კვადრატი, მხების კვადრატი, ტოლია მკვეთის გარე ნაწილი გამრავლებული მთლიანად მკვეთზე. შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა, შეგვიძლია ზემოდან B გავსაზღვროთ. B იქნება 34-ს გამოკლებული 2-ა. და ჩავშალთ ახლა ეს B-ს მაგივრად. A კვადრატი უდრის A-4, A-4 პლუს 34-ს მინუს 2-ა. აქ რა გვაქვს? A კვადრატი უდრის A-4 და 30 მინუს A. გავხსნათ ფრჩხილი, ეს არის A ჯერ 30 30-ია, პლუს 4-ია 34-ია, ეს არის მინუს 120 და პლუს A მინუს A კვადრატი. მინუს კვადრატი გადმოდი შეკრებით, ნუ და გვექნება 2A კვადრატს მინუს 34A პლუს 120, 2-ზე თუ გავყოთ A კვადრატს მინუს 17A პლუს 100. აქ რა იქნება პასუხი ახლა? შევშლი ამ გარში. ეს პირობისგან მოწერა, აბა ვნახოთ ერთი წუთი 73-ში. ესე იგი, ზეთი და წრისადმი გავლებული იყო მხები და მკვეთი, მხები აღნიშნე 10. 10 სიგრძეების ჯამი არის 30. ხოლო მკვეთის გარე მონაკვეთი 4-ით ნაკლებია მხებზე. მხები თუ იქნებოდა -4 იქნებოდა მკვეთის გარე მონაკვეთი. და B იქნებოდა
საიდან მივიხე 200 ასოცირებდა დამეწერა 200 სადა და ასოცირებდა დამეწერა შემეშახა იქნებოდა 60 ну თუ 60-ია მაშინ A1 იქნება 5 A2 თუ არ მეტი შესაბამისად ორი პასუხი გვექნება რა ну ხა ერთი თუ 5 B1 იქნებოდა 25 იმიტომ რომ ჯამი 30 იყო B1 კი არა ანუ მკვეთია ში ხო ხებია და კვეთი იქნებოდა 25 ხოლო თუ 12-ია კვეთი იქნებოდა 18 კარგი აბა გავაგზავნოთ ახლა ჩვენ მოდი ნახოთ 74 ერთი წერტილიდან წრეწისამი გავლებულია ხებიდან კვეთი მოდი ავიღოთ ასე გავლოთ ერთი წერტილიდან ები და კვეთი კვეთი უდრის 10 სანტიმეტრს და მისი შიგა მონაკვეთი ხების სიგრძით მეტია გარე მონაკვეთზე ანუ მთლიანად კვეთი არის 10 და შიგა მონაკვეთი ხების სიგრძით მეტია გარე მონაკვეთზე. ანუ ხები თუ არის A, გარე მონაკვეთი არის B, შიგა მონაკვეთი გაგვდის A+, ხო? რო არ შემეშალოს. ესე იგი, მისი შიგა მონაკვეთი, ანუ ეგ, ხების სიგრძით მეტია გარე მონაკვეთზე. კი ბატონო. თუ იყო ხები და B გარე მონაკვეთი, მაშინ A+, B იქნებოდა შიგა მონაკვეთი. რა ვიცი ჩვენ A plus B plus B არის 10 და ვიცით რომ A კვადრატი უდრის B-ჯერ A plus B plus B-ს A plus B plus B-ს მაგალითად მოდი 10 დავწერთ ხო პირდაპირ გარე მონაკვეთი გამრავლებული 10 ну აქედან შეგვიძლია გავსაზღვროთ მეგობრებო B ანუ B იქნებოდა 10 მინუს A შეფარდებული 2-თან, ჩავსვათ ეს აი აქ, ანუ ეს A კვადრატი უდრის 10 მინუს A შეფარდებული 2-თან გამრავლებული 10-ზე იქნებოდა 5, 1 და A კვადრატი უდრის 50 მინუს 5A და A კვადრატს მინუს უსვათ პლუს 5A, 5A მინუს 50 უდრის 0-ს. აქ ფესვები არის A1 მინუს 10 და ვიცი და გამოვიდოდა 5. ახლა დავთვალეთ. მოდი 75 ვაკავთ. ერთი წერტილიდან წრეწირის მიმართ გავლებულია ორი მკვეთი. ну ორი მკვეთისთვის ებრაც ჩვენ ვიცით. ერთი მკვეთის გარე ნაწილი რო გამრავლო მეორე ესე იგი ვისავე შიგა ნაწილზე, ტოლი იქნება მეორე მკვეთის გარე ნაწილი რო გამრავლო ვისავე შიგა ნაწილზე. პირველის გარე ნაწილი 5-ია. შიგა ნაწილი 15. მეორეს მკვეთის სიგრძე 25-ია. იპოვეთ მეორე მკვეთის გარე ნაწილი. მოდი ეს იყოს 6. მორჩა და თავდა ძალიან მარტივად. ახლა 5-ჯერ 5 პლუს 15 უბრალოდ 5 ისე შეეფარდება ფორმულა როგორ არის მკვეთისა და მისი გარე ნაწილის ნამრავლი ტოლია მეორე მკვეთის გარე ნაწილისა და მთელი მკვეთის ანუ სიგრძეზე 25. აჰა, ასეთი ამბავი იქნება. ექსი გამოვიწადეთ 4 სტორი.
ნუ არაფერი მარტივია და გარე ნაწილი მკვეთის უნდა გავამრავოთ რომ მკვეთრე, ტოლი იქნება მეორე მკვეთის გარე ნაწილი გავამრავოთ რომ მკვეთრე. ეს თქვენ დაჩვენები გვაქვს თქვენ. კარგი ბატონო. 76. მოიხოთ. ასე. წრეწირის რადიუსი 7-ია და ცენტრი 9-ით არის დაშორებული. ახლა ეს რაზე მეტყველებს რომ გარეთ იქნება, ხო? რადიუსი თუ 7-ია, მაშინ აი წერტილიც 9-ით რო იყოს დაშორებული, დაახლოებით ასე იქნება, ხო? ისე მოუთ ახლოს არის წრეწირთან. ან თქვათ ეს არის M-წერტილი, ეს არის და ვიცით რომ ეს არის 7 და თუ მთლიანად მანძილი 9 იყო, მაშინ ეს 2 იქნება, ხო, რომ დავაწეროთ. ისია გავლებული ამ წერტილიდან მკვეთი, რომ წრეწირით შუაზე იყოფა, ანუ ამ წერტილიდან გაავლეს მკვეთი, რომ წრეწირმა შუაზე გას, მაშინ დაახლოებით თვალისთვისაც რომ უბრალოდ აღქმადი იყოს, ამას დავაწეროთ B, ანუ აი ეს პატარა მონაკვეთი, ამ პატარა მონაკვეთის ტოლი გამოდის. იპოვეთ მკვეთის სიგრძე. ხო, ანუ მკვეთის სიგრძეს ითხოვდნენ, აქ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვენ პითაგორას თეორემა არის იცით, რომ ისე შეგეტიათ და რა შეგეძლოთ გააკეთებინათ, თქო, ამას დავაწერეთ x-ი, ეს x-ი. გამოიყენებდით მკვეთისა და ორი მკვეთის თვისებას ამ შემთხვევაში. ასე იქნებოდა, გამოვიდოდა, ხო? და რა გამოვიდოდა? მკვეთის გარე ნაწილი x-ი გამრავლებული მთლიანად მკვეთის სიგრძეზე 2x-ზე ტოლი იქნება მეორე მკვეთის გარე ნაწილი, ანუ ეს დიამეტრის შემცველი წრე, ხო, მეორე მკვეთი გამოდის. ანუ 2 გამრავლებული ესეც ხო 7-ია და მთლიანად ეს მკვეთი გამოვიდოდა 16. ანუ 16-ზე. ჩვენ გთხოვდნენ, რას ითხოვდნენ, იპოვეთ მკვეთის სიგრძე. მკვეთის სიგრძე უნდა ყოფილიყო 8. თუ როგორც ალასეთ x შეიცავდა. კარგი, ბატონო ჩემო. ეს ავაჩინოთ მთლიანად. ზოგადად ვიცი რომ გამოდის, ხო? აი, მოდი ასე მოვიღებთ. აბა, რა გჭირდება ახლა ჩვენ? რა გამოვიდა? დავაწეროთ ამას 77 და ეს ნახაზი ვარ გადავხაზოთ ახლა ჩვენთანა. მოდი რა ვქნათ, ცოტა ჩამოვსხოთ. ესე იგი ნახაზი სქემატურად გამოსახულია წრიული ფორმის გუბურის დიამეტრის გაზოვის ხერხი. ხო, შეუძლებელია ამ გუბურის გარშემო და წყალში შესვლა. ამიტომ ასე მოიხსნა A-წერტილში, რომლიდანაც გუბეს უახლოვდება 1 წერტილამდე, ხო, ანუ A-წერტილიდან ცენტრალურ მანძილზე გავიღო M-ში გადაკვეთა, ხო? ანუ უახლოეს მანძილი M-ია. Y-ის ტოლია თან M-მდე მანძილი. ცოტა. ამის ცოტა საკეთესია. ანუ ეს აი აქედან აქამდე არის Y, ხო? ანუ მოდი აგერ დავწერ. AM-ი არის Y. რატო კიდევ ერთხელ გეუბნებთ, რადგან უახლოს მანძილს ხომდნენ, ეს წერტილი უნდა შეგვერთებინა C-თან და სადაც გადაკვეთდა წრეწირს, ეს შემაერთებელი მონაკვეთი ის იქნებოდა უახლოესი მანძილი.
იყოფება დამკვირვებელი, წეტლავი მანძილი იყოფება, რომელმაც მის წინ ჰორიზონტალურად განათავსა 100 სიგრძის ჯოხი. აი, ეგ არის 100 სიგრძის ჯოხი. რომელიც B და C ბოლოები A-დან თანაბრად მანძილითაა დაშორებული. მუხის ბოლოები და A-დან დანახული კუბურის კიდურა კადა ინწერტილები ერთ წრეზე მდებარეობს. ნუ ძალიან ბეცი არის, დაგვაწყდეს ჩვენ. აგვერდი. კაი, რა გვინდა ახლა რას უდრის დიამეტრი, ხო? ნუ რადიუსით ხოლმე. შესაბამისად, მეგობრებო, რომ დააკვირდეთ ახლა აი ამ სამკუთხედს და რომ დააკვირდეთ აი დიდ სამკუთხედს, ხო? ეს ხო გამოდის იგივე 1/2 A. კი, გამოდის მერე. შეხედეთ ახლა ოქროები რა ხდება. ჩვენ რადიუსს გვეკითხებია, ხო? მოდი x-ი დავაწეროთ რადიუსს აქედან აქამდე. ესეც x-ი იქნება, ხო? აი ეს მონაკვეთი. და არა x-ი y-ი აქვს გამოყენებული და მოდი x უღარ გამოვიყენებთ ჩვენ. თორე არ აგვერიოს, არ ვიცით, აი რადიუსი არის თამასერი, ამასერი და აი რადიუსი არ ვიცით გვახსოვდეს რა, შევინახოთ. მოდი ახლა დავწეროთ მსგავსება. მსგავსება რისი? ესე იგი, სამკუთხედი აი ქვემოთ ეს AEC მსგავსია სამკუთხედი AKR-ის, ხო? თუ დააკვირდებით, ეს მარტივი შესამჩნევია. AK-ოს კოდი. ეს O იქნებოდა. შესაბამისად, დააკვირდით ახლა რა ხდება? აი ამ კუთხის მოპირდაპირე გვერდი, ეს ხო იქნებოდა ანახევარი, ხო? ეს ამეორედი. ამეორედი ისე შეეფარდება ამ დიდ სამკუთხედში, ამ ორკალიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდს. ეს როგორც ამ პატარა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი, ანუ ამის მოპირდაპირე გვერდი B შეეფარდება დიდ მართკუთხა სამკუთხედში, მართი კუთხის მოპირდაპირე ამას მთლიანად, ხო? A-ოს და რადგანაც A-დან M-მდე იყო Y და მერე R, ანუ Y პლუს R-ს. ნუ ამას თუ გადმოვიდათ ახლა აქ ჩვენ, მსგავსება, იგი არის ბოდიში პროპორცია, ამეორედი გამრავლებული Y პლუს R-ზე, ხო? უდრის B გამრავლებული R-ზე გავხსნათ ფრჩხილები ამეორედი Y პლუს ამეორედი R. R, მოდი 2-ზე გამოვყავთ ყველაფერი, AY-ს პლუს AR უდრის 2BR-ს. და დავალაგოთ ცალკე, ანუ AY უდრის 2BR-ს მინუს AR, R სვლადიანი წევრები, R გავარჩხილებს გარეთ, 2B მინუს AR, ანუ ეს უდრის AX და R გამოდის AY შეფარდებული 2B მინუს A-სთან. ასეთი სიტუაცია გვექნებოდა. ნუ არაფერი განსაკუთრებული ამოცანა, ცოტა კი არ გაწელილი პირობა, მაგრამ ბევრი არაფერი. მოდი გავაგრძელოთ ჩვენ განხილვა. კარგი. 78 ნომერი, ხო? 78. ABC მართკუთხა სამკუთხედის AB ჰიპოტენუზის ეს შუა წერტილიდან. ავიღოთ ABC მართკუთხა სამკუთხედი ასე. ჰიპოტენუზის შუა წერტილიდან უნდა მოვნიშნოთ თუ სადღაც აქ იქნებოდა, ხო? შუა წერტილი, ანუ ეს მონაკვეთი ამის ტოლია, E შუა წერტილიდან ჰიპოტენუზის ანუ აღმართულია მართობი. ასე ხო, აი ესე იქნებოდა ეს. და ეს რა მართი კუთხია.
მართობი BC კათეტს კ-ში კვეთს AB ჰიპოტ. აჰა, ანუ ეს უნდა იყოს BC კათეტი. რადგანაც AB ჰიპოტენუზა იყო, ანუ C იქნება მართი-კუთხის წვერო, ეს იქნება B. ხო, შეიძლებოდა დიდი გვერდი აყოფილიყო, მაგრამ გამოდის, რომ რადგანაც შუამართობმა ჰიპოტენუზს გადაკვეთა BC, ანუ აქ უნდა იყოს BC იქნებოდა უფრო დიდი კათეტი რა. და კ-ში კვეთს BC-ს. BC არის რის ტოლი. AK AK შეერთებული. არის 9 მეორედის ტოლი. ითხოვენ ჰიპოტენუზას, ხო? AB უნდათ აინტერესებთ. ახლა უცებ რა უნდა დაინახოთ აქ, რომ BKA სამკუთხედი ტოლფერდაა, ხო? იმიტომ რომ შუამართობს ეძებს K. ხო, ну, შესაბამისად, თუ ტოლფერდა, ესეც 9 მეორედი იქნებოდა, ხო? ტოლები. ახლა ეს თუ 9 მეორედია, 800 რო 9 მეორედი გამოვაკლო, 7 მეორედი დარჩება აქ. აი. ახლა ეს კუთხე, ამ კუთხის ტოლი გამოვიდა, ხო? იდეა რა გამოდის? შეხედეთ, რა გამოდის ახლა აქ. მაშინ მოდი ეს ერთხაზიანი იყოს, და უხაზოების რა. მაშინ აი ეს სამკუთხედი არ გამოდის მსგავსი დიდი მართკუთხა სამკუთხედის, ანუ სამკუთხედი BEK მსგავსი გამოდის სამკუთხედი BC100. უკუთხე საერთო აქვს და E კუთხე მართია, მეორეში C კუთხე იყო მართი. მაშინ მოდი ამას რო X-ი დავაწეროთ, ესეც X-ი ხო იქნება. მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი 9 მეორედი ისე შეეფარდება დიდ სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდს, ანუ X, როგორც პატარა სამკუთხედში და აშტიხულ სამკუთხედში უხაზოს მოპირდაპირე X-ი შეეფარდება დიდ მართკუთხა სამკუთხედში, აი უხაზო ეს კუთხე გამოდის, ხო? იმიტომ რომ თლიანად არ მაქვს გახაზული. აი ამას რას. ну, შესაბამისად, ახლა 9 მეორედი განმავლობილი 8-ზე უდრის 2x კვადრატს, ეს იკვეცება 4-ია, ეს იკვეცება 2-ია და x კვადრატი უდრის 9-ს და შესაბამისად 8 მოიფესებოდა, x იქნებოდა 9 ჯერ, ანუ 3 ფესი 2. ну, აქედან AB იქნებოდა 2 ჯერ მეტი ამაზე, 2 რადიუსის ტოლი, ანუ 6 ფესი 2 იქნებოდა. ეგეც ჩვენი 78 ნომერი. ახლა 79. ოჰო. უნდა გადავხაზოთ. ნახაზი ახლა შეიძლება აქაც ცოტა მაგრამ ძალიან მჭიდროდ გამოვა და რა მგონია თლად ლამაზი იყოს. მოდით დიდი ნახაზი დავხაზოთ. ახლა ჩვენ 79-ზე ვართ. ეკოს ასე. ABCD პარალელოგრამის გვერდები, ანუ ეს ყოფილა პარალელოგრამი. აი მოდი ასე ვქნათ, ხო და რომ გამოვიდეს ცოტა რაღაცა ხილვადი რო იყოს. თუ ასეთ ვისე გავს ახლა პარალელოგრამს. ასე ამის წავიდა. A ეს შეხების წერტილი K, B აქ შეხების წერტილი M-ია, C აქ შეხების წერტილი N-ია, ეს D და ეს L. AB არის 16. კარგი, ეს ფერად 16. მოდი არის 20. 20. რომელიც გადის C წვეროზე, ხო?
წრეწირი კი. წრეწირი 100-ია გავლებული, ასე გადის. ვიცით რომ m-დან ეწერტილები უბრალოდ BM-ის შეფარდება MC-ს როგორც 1/8-ს, ანუ BM MC-ს. ნახეთ ოქროები BM რადგან შეფარდება MC-ს როგორც 1/8-ს, მე ხო ვიცი ადეგგვერდის სიგრძე, ანუ ეგეც იდეაში რომ იქნება 20 და რა გავაკეთოთ იცით? ანუ ეს თუ x-ი ნაწილი იქნება, ეს 8x-ი. აქედან ხო გამოდის რომ x + 8x არის 20, ანუ x არის 29. ესე იგი, და მოდი ამას დავწერ. 29 იქნება, ეგ და BMC იქნება 8-ჯერ 29, ხო? ანუ 169. დიდათ ახლა სახარბიელო რიცხვები არ მიგვიხი. იპოვეთ DN-ის შეფარდება MC-სთან. და DN-ის შეფარდება MC-სთან. DN-ი MC-სთან. დავაწერეთ. პრინციპში ამას თუ დავაწერ x, ხო, ეს 16 - x-ი არ იქნება? xc. თუ ეს 16 იყო კლიანტ. აი, ახლა პირველ რიგში რაც მახსენდება, ის არის, რომ d-წერტილიდან გავლებულია d-ელ მხები, d-c მკვეთი და ისე თქვაზე თქვა, ეს თუ იქნებოდა მოდი რადგან ჩემი შემოტანილია მაინც ეს ფერი შევცვალოთ და ეს თუ იქნებოდა მაშინ გამოდის, რომ კვადრატი, ეს მხების კვადრატი, ტოლი იქნებოდა გარე ნაწილი x-ი გამრავლებული მთლიანად მკვეთზე, ანუ 16-ზე. მაგრამ ეს არ ვიცით. ნახეთ, ეს თუ არის, ეს ხო 20 - გამოდის, აი, აქედან აქამდე, ხო? მაგრამ ესეც 20 არ გამოდის, აი, აქედან აქამდე. იმიტომ რომ იგივე რაღაცის ტოლია. სულ ეს 16 რომ იყო, ანუ ეგ მონაკვეთი იქნებოდა 16 გამოკლებული 20 - a. ანუ ეს იქნება 16 - 20 - 4 - a, ანუ a-4 იქნებოდა. და აქაც შეგიძლიათ ახლა დაწეროთ, რომ a-4-ის კვადრატი უდრის კვეთის, იმიტომ b-დან გავლებული ხები და bc კვეთით, ანუ კვეთის გარე ნაწილი 29-ზე გამრავლებული 169-ზე. ეს არის ფესვება 32, 3200-ია, ხო? კი, მოდის ნაწილობრივ ისე, მაგრამ ასე ცუდი ფესვები დარჩება ვითომ. მოდი რა ვქნათ, ნახეთ. ორი შემთხვევა იქნება. აი, ესე იგი, ეს გამოდის ჩავიტანოთ ახლა ეგ. 169-ზე კი არ უნდა გამებრავლებინა, მთლიანად მკვეთზე უნდა გამებრავლებინა, ხო? შემეშალა და მთლიანად მკვეთი არის 20. ანუ მკვეთის გარე ნაწილი მთლიანად მკვეთზე უნდა გავამრავ. გამოდის, რომ ეს a-4-ის კვადრატი, ეს არის 419 და ეს ამოდის ესა a-4 უდრის 23-ს, ან უდრის -23-ს, ხო? ორივე შეიძლება პრინციპში ჯერჯერობით, ანუ აქ იქნებოდა a-უდრის 4 რომ გადმოვიდოდა შეკრებით 3 32 იქნებოდა და აქედან იქნებოდა 12, ესე იგი 36, 20, 16 იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ ეს გადმოვიდოდა 4 აქეთ. მითი. არა, ბოდიში. 20-დან მთელი რომ გამოყოთ 23-დან, ხო? ეს ხო გამოდის 6 მთელი რაღაც და ანუ 4 რომ გადმოვა დამატებით და 4-ს გამოკლებული 23 და ეს გულზე ნაკლებია და შესაბამისად გარეშე ფესვია. ეგ არის ვარდი. ანუ დარჩა მხოლოდ ეს 32 მესამე. კაი.
ჩავსვათ ახლა აქ. ეს იქნება 32 მე-13-ის კვადრატს. გავუტოვებთ x ჯერ 16. ნუ ეგ რა არის 32 ჯერ 32 მეცხრედი უდრის x ჯერ 16, 16 იკვეცება 2-ა და აქედან x გამოვიდა 64 მეცხრედი. ესე იგი, ჩვენ ხო გვინდა შეფარდება ამ dn-ის და nc-ი და dn-ი გამოვიდა 64 მეცხრედი, ხოლო nc რა იქნებოდა? 16-ს გამოკლებული nc იქნება 16-ს გამოკლებული 64 მეცხრედი. ნუ ეს რო გავაერთმშველიანოთ 9 ჯერ 16 იქნება 100 არის 154, ხო? 154-ს გამოკლებული 64, ანუ 80 მეცხრედი. აჰა. 80 მეცხრედი. და ამ შეფარდებას თუ დავწერდით, ანუ ეს შევატრიალებდით 9-ი, უბრალოდ პირდაპირ შევკვეცოთ ასე. ანუ ეს პროპორციაა და შეგვიძლია ორივეს თუ გავამოვლოდით 9-ზე, ორივეს თუ შევკვეცით 16-ზე, 4-5. ანუ გამოგვდის მეგობრებო 4-5-თან შეფარდება. ახლა თვალით ასე არ არის, მაგრამ რეალურად ასე ყოფილა. კარგი. ნუ თუ შევაჯამებთ უბრალოდ წინა ამოცანაში კიდევ ერთხელ მაინც რომ თქვა რა მოხდა? აი დავინახეთ ხების და კვეთის თვისება და უბრალოდ წავყევით პირობას რა. რაღაცა წინასწარ დაგეგმილი არ ქონდა, აი დავინახე და ხები კვეთი და გამოვიდა მივიყვანეთ ბოლომდე სად. იმდენ ნახოთ ახლა მე-80 ამოცანაში რა ხდება. უბეცეთ ტოლფერ და სამკუთხედის d წერტილი AC-ს შუა წერტილი. ავიღოთ. B C ტოლფერ და სამკუთხედის d წერტილი AC-ს შუა წერტილია. ეს AC ფუძისო, ხო? კარგად. ის არის D. AC ფუძის შუა წერტილი. AB გვერდზე აღებულია M წერტილი ისე რომ AM MB-სთან 2 შვილთან არის, ანუ AM MB-სთან AB გვერდზე აღებული, ხო? AM MB-სთან, ანუ 2 ეს პატარა დაახლოებით ასე იქნება, ხო? ანუ ეს 2x, ეგ 7x აქ, ხო? AM MB-სთან. რა შეფარდებით ყოფს BD წრფე CM მონაკვეთს. გლოვთ BD წრფე იყოს ასე, იმიტომ რომ შიგნით იქნებოდა გავლებული და ეს ასე. და მოდი ამას დავაწეროთ ახლა აწერტილი. ასე. და ჩვენ ფაქტობრივად გვეკითხებიან ახლა CA როგორ შეეფარდება KM-ს. ამას ითხოვ. კარგი ბატონო. ნუ ეგ არის, მეგობრებო, პრინციპში ზოგადი ამოცანაა. ანუ ნებისმიერი რაღაცა სამხედი მოვა, ნებისმიერი რაღაცა გვეცოდინება ახლა სამკუთხედში. შიგნით გავლებული იქნება ორი წვერუდან მოპირდაპირ გვერდამდე რაღაც მონაკვეთები, რომ რაღაც ასე გავლებული იქნება. ესე თქვენ გეცოდინებათ რა შეფარდებით იყოფა ეს გვერდები? ესე შეფარდებით იყოფა? ან არ გეცოდინებათ რა შეფარდებით იყოფა თავად სამკუთხედის გვერდები? აი მაგალითად ეს როგორ შეეფარდება ამას და ეს როგორ შეეფარდება ამას. აქაც მასე არ არის,
ნუ ოღონ აქ შუა წერტილი რომ იყო აღებული, 1-1-თან შეფარდება იყო. აქ 2-7-თან შეფარდება, მეტი არც არაფერი არცით კი, ტოლფერი და ახლა სამკუთხედი და შეიძლება ეს ტოლფერდობა ჩვენ როგორმე გამოვიყენოთ ახლა, მაგრამ იდეაში მეტი არც არაფერი ვიცით, ხო, ანუ ეს მარტი კუთხე იქნებოდა, მაგრამ არ დაგჭირდება აქ. და კითხვა მოდის, აი როგორ შეეფარდება შიგნით კვეთის წერტილით, ანუ მიღებული მონაკვეთები რა. ну ზოგადი ასეთი ამოცანა. ახლა ასეთ ამოცანებს პრინციპში დამატებითი ხაზის გარეშე შეიძლება გავაკეთოთ აგიხსნით მაგ მეთოდს, მაგრამ აი სასწავლო კურსით თქვენ სკოლაში რასაც სწავლობთ, ჩვენი მდინარე გეგმა რასაც ითვალისწინებს, პრინციპში დამატებითი ხაზის გავლება გჭირდება. ყოველ შემთხვევაში მე მას გარეშე მომენტებს თუ არ ჩავთვლით, ხანაირად ამ ამოცანას ვერ ამოხსნით ალბათ, არც მოსვლია, ასეთ და უნდა გავალო დამატებითი ხაზი. აი დამატებითი ხაზის გავლება კი სხვადასხვანაირად შეგიძლიათ. ახლა ჩვენ გვინდა MC მონაკვეთი როგორ იყოფა ხო MK და KC და ისეთი რაღაც სიტუაცია შევქმნათ, რომ ეს MK და KC იყოს იქ მოქმედი აქტიური გვერდები და ნახეთ, რომ გაგვევლო ახლა ჩვენ M-დან თვითონ BD გვერდზე ასე რომ გაგვევლო ფუძის პარალელური ხაზი. აი ხო მიიღება ეს სამკუთხედი და ეს სამკუთხედი, სადაც თავად ეს MK და KC მონაწილეობენ, ხო? კი, ეგ საინტერესო გვერდია და შესაბამისად თავს გავსია ეს სამკუთხედი, ხა ტოლიც ჩანს, მაგრამ ტოლი არ იყო სავალდებულო რომ ყოფილიყო მსგავსია და ამას შეიძლება რაღაცა დამატებით ინფორმაცია მოგცეს აქ ჩვენ. აი მიდი გავყოთ ახლა. მოდი ეს აღვნიშნოთ 10, ესეც აიქნებოდა, ხო? ან თუნდაც y-ით აღვნიშნოთ, რადგან x-ი მაქვს პროპორციულ ნაწილებად გამოვა y. დავწეროთ ახლა ჩვენ ცხადია, რადგან მე ვთქვათ m, მოდი ამას ეს დავაწერ აქ, mt პარალელურია AC-ს. ხო? ნუ მაშინ რა იქნება? სამკუთხედი MTB გავსი იქნებოდა სამკუთხედი ADB-ს. და შესაბამისად აქედან გამოვიდოდა რომ აი როგორც ეს 7x-ი შეეფარდება მთელ გვერდს, ხო? ანუ 7x-ი შეეფარდება 9x, ისე შეეფარდება MTY-ს, ხო? MTY-ს. ნუ აქედან MT ხო გამოდის y გადავიდოდა გამრავლებით და 7-9y. აი ეს დააკვირდით. ასევე გამოდის რომ სამკუთხედი MTA მსგავსი იქნება პირიქით აქედან CDK-ს. და მაშინ გამოდის რომ რომელი გვერდები შეფარდება გამოდის შესაბამისი ხო ეს კუთხე თავისთავად თვანეთის ტოლი, ანუ ერთრკალიანის MT ისე შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ერთრკალიან კუთხე ის მოპირდაპირე გვერდს Y-ს, როგორც ნახეთ, მართი კუთხის მოპირდაპირე აქ MK შეეფარდება ქვედა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე KC-ს. რა გამოდის აქედან? თუ ჩავსვამდით ახლა ჩვენ MT რაც გვაქვს, ანუ 7-9y შეფარდებული y-თან, y-ები შეიკვეცებოდა და მივიღეთ სასურველი MK ისე შეფარდება KC-ს, როგორც 7-9-ს. ან KC ისე შეფარდება MK-ს, როგორც 9-7-ს. ანუ ვიპოვეთ რაც გვინდოდა, რაც გვჭირდებოდა. მოდი ახლა სხვანაირად გავაკეთოთ. ეს ერთი გზა, ერთი ხერხი. ახლა მე ასე ვაკეთებ სტანდარტულად. ო, ჩემო მოსწავლემ გადაწყვიტა ასე გაიკეთებია, რაც საკმაოდ
კარგი იყო მომეწონა. სხვა მსგავსება განიხილა, სხვა დამატებითი ხაზი გააყო. ერთი წუთი ახლავე დავაბრუნოთ ამოსავალ წერტილს. თუ რადგანაც ეს გვერდი იცოდა როგორ იყო რა შეფარდებით გაყოფილი, აქედან დავშვა პარალელური ხაზი. ეს თქვათ ეს არის MT და თქვათ ახლა MT პარალელურია BD-ს. ეს ალბათ უფრო ლამაზიცაა. ნუ ხედია ეს პატარა სამკუთხედი მსგავსი იქნებოდა ხო ADB სამკუთხედის, ნუ მაშინ სამკუთხედი AEM მსგავსია სამკუთხედი ADB-ს. და ცხადია ეს AT ისე შეეფადება AD-ს, ქედან გამოდის, რომ მოდი ამას ხო Y დავარქვით ჩვენ, Y ქვია ამათ, ხო? ისე შეეფარდება Y-ს, როგორც 2x 9x, ხო? 2x 9x. რა გამოდის აქედან AT გამოდიოდა 2 მეცხრედი Y, ხო? ასე ხო გამოდის? და ნახეთ, ეს თუ 2 მეცხრედი Y-ია, მაშინ აქეთ დარჩენილი 7 მეცხრედი Y არ იქნებოდა? კი, იქნებოდა. და მოჩვევით. არა. თუ მოდი მე განვიხილოთ ახლა ჩვენ ეს სამკუთხედია აქეთ, ხო? ნახეთ 2 CTM სამკუთხედი CTM-ში რა ხდება? რა შეფარდებითაც იყოფა CT გვერდი, ანუ CD როგორც შეფარდება DT-ს, ხო? ისე შეფარდება CK-ს. CK-ს. კი, ისება ხო, პარალელური ცხრილებით, ანუ როგორც იყოფა ერთი გვერდი, იგივენაირად გაიყოფოდა მეორე გვერდი. და CD DT-სთან, ეგ ვიცით ჩვენ CD არის Y შეფარდებული 7 მეცხრედ Y-თან. Y-ები იკვეცება და ეს CK AM-თან რა გამოდის? 7 მეცხრედი ამოტრიალდება და იქნება 9 მე7. ესეთი ამბავი იქნება. და მოდი ახლა მე თქვენ გასავლით მეთოდს, რომლითაც საერთოდ დამატებითი ხაზის გარეშე შეძლებთ მსგავსი ამოცანების ამოხსნას. ამ მეთოდს ეწოდება მენელაის თეორემა. ნუ საკმაოდ ცნობილი თეორემაა, მაგრამ საშუალო სკოლის კურსში არ ისწავლება, უფრო საოლიმპიადო ხასიათისთვის ვიყენებთ ამას ჩვენ. პრინციპში შეიძლება ამის გამოსწორება იმდენად კარგი თეორემაა სკოლაშიც ისწავლებოდეს. შეიძლება სპეციალიზირებულ სკოლებში ისწავლება კიდეც. ამიტომ მე გირჩევთ, რომ ერთ-ერთი ისეთი კლასის გარეშე თეორემაა, რომელიც სულ გახსოვდეთ და იცოდეთ. ახლა რა შემდგომარეობს მენელაის თეორემა? მოდი ჩვენ გამოვიყენოთ ეს და გამოყენების შემდეგ დავასაბუთოთ კიდეც ისი ჭეშმარიტება. ჯერ ფაქტი მოვყვეთ. თუ თქვენ გაქვთ აღებული სამკუთხედი და ამ სამკუთხედის გადამკვეთი რაიმე წრფე. ოღონდ როგორც აი ეს წრფე სამკუთხედს. კვეთს მის ორ გვერდს და მესამე გვერდის გაგრძელებას. აი ასე.
ანუ გადის სამკუთხედის ორ გვერდზე და მესამე გვერდის გაგრძელებაზე. ხოდი დავაწეროთ ასე. ეს თუ არის A, B, C. აი, A-ს მოპირდაპირე კვეთას A1 დავაწეროთ. C-ს მოპირდაპირე ეს გამოდის ხო C1. B-ს მოპირდაპირეს აქ B1. რაში მდგომარეობს ახლა? რა არის თვისება? აი, წამოყევით, ნახეთ, საიდან გაგრძელება, რომელი გვერდის გაგრძელებას გადაკვეთა წრფემ, აი, იმ გვერდის ოღონდ არა გაგრძელებული ბოლოდან, ანუ გაგრძელების მოპირდაპირე ბოლოდან წამოყევით და დაიწყეთ შეფარდებების დაწერა. აი, გვერდები რაღაცაც გაიყვნენ, ის ნაწილები შეაფარდეთ ერთმანეთს. წამოყევით ახლა. C1 შეფარდებული C1 B-სთან, გამრავლებული B1 შეფარდებული A1 C-სთან, გამრავლებული. აი, რომ წარმოვიდგინოთ ახლა, აი, აქ რომ იყოს B1-ის შიგნით, ხო დაწერდით C B1 შეფარდებული B1 A-სთან. ასე. მაგრამ აშკარად შიგნით არ არის ახლა იქ და გარკვეულ პრობლემას ქმნის ვითომ, მაგრამ ნუ გამოდის რომ ესე იგი გარე ნაწილი B1 C B1 უნდა შეაფარდო თელთან B1 A-სთან. აი, მაშინ ეს შეფარდება ერთი სტოლიანი. ყოველთვის სულ ნებისმიერ სამკუთხედში თავარია თქვენ ადგეთ და ამ სამკუთხედის გვერდების გადამკვეთი წრფე ამ ლოგიკით გაავლოთ რა. ნებისმიერი ორი გვერდი რომ გადაკვეთოს და მესამის გაგრძელება. მაშინ გაგრძელებული გვერდის გაგრძელების საპირისპირო ბოლოდან წამოყვებით ნაწილების შეფარდებებს დაწერთ ერთი გვერდი რა შეფარდებად გაიყო, გადაავრავებთ ერთმანეთზე და მიიღებთ 1-ს. ხომ გამოვიყენოთ ახლა ეს შეგიძლიათ მეგობრებო, აქ მივყვანოთ ორ სამკუთხედს. ერთი იქნება ნახეთ, ეს სამკუთხედი ოთვის ორაერად შეგიძლიათ გამოვიყენოთ აქ. ოღონ ერთი კონკრეტულ მიზანს შეასრულებს, რაც თქვენ გქონდა, მეორე არა. აი, ამ სამკუთხედში შეგიძლიათ დააკვირდეთ ახლა ამას, ნახეთ. ოდიში გავამოქ. ესე იგი, AC გვერდი გადაკვეთილია D-ში. CM გვერდი გადაკვეთილია K-ში და AM გვერდის გაგრძელებაა გადაკვეთილი. ერთი ეგ სამკუთხედი და მეორე შეგეძლოთ მეგობრებო გამოგეყენებინათ. ნახეთ. სამკუთხედში. ერთი გვერდის გაგრძელება, ერთი გვერდი, მეორე გვერდი და მესამის გაგრძელება. მაგრამ ერთი სამკუთხედის შემთხვევაში თქვენ გაიგებდით, როგორ შეფარდებით იყოფა BD გვერდი, აი მაგალითად ამ შემთხვევაში. და ეგ არ გვაინტერესებს ჩვენ. ჩვენ გვინდა რა შეფარდებით იყოფა MC გვერდი და ამიტომ უნდა განგვეხილა ANC სამკუთხედი. აბა ნახეთ, ან AM გვერდის გაგრძელებაზე ხომ არის საუბარი? ანუ ამ გაგრძელების მოპირდაპირე მხრიდან დაიწყებდით და წაყვებით. AD შეფარდებული DC-სთან, გამრავლებული CK შეფარდებული KM-თან, გამრავლებული გარე ნაწილი MB შეფარდებული მთლიანთან AB-სთან. AB-სთან უდრის 1-ს. ახლა რა ვიცით, ესენი ხო Y-ებით ქონდა აღნიშნული და ეგ არის იგივე Y-ის შეფარდებული Y. ამას გვეკითხებიან და ეს გადმოწეროთ CK KM. გამრავლებული. ეს MB რა არის? MB არის 7x. 7x
შეფარდებული მთლიანად AB-სთან, ხო? ანუ 9x-თან. და ეს უდრის 1-ს. Y-ები კვეცება 1-1, X-ებიც იკვეცება. მე ანუ გამოგვივიდა რომ CK შეფარდებული K-მთან გამრავლებული 17-ზე უდრის 1-ს და 17-ს გადმოიტანდი აქეთ, გაყოფით, ანუ CK შეფარდებული K-მთან იქნებოდა მეგობრებო 9/7. აი ასეთი ამბავი. ახლა ეგეც თქვენი მერების თეორემა საკმაოდ მარტივად, თუმცა ცოტა რთული დასანახია, კარგი სავარჯიშოა. ეგ უნდა ივარჯიშოთ, რომ დაინახოთ. ახლა აქ თუ მსგავსი ამოცანები იქნება ქვემოთ, მე ვეცდები მენელაით აუცილებლად გაგიკეთოთ თითოეული მათგანი, რომ უფრო დაინახოთ და სხვა შემთხვევაში პარალელური ხაზის გავლებითაც გამოვიდოთ რა. მოდი ახლა დავამტკიცოთ მენელაის თეორემა. შესაბამისად წავშალოთ და მოდი დიდ სამკუთხედს დავხატა. გავავლოთ ახლა ჩვენ ესეთი კვეთი. ეს კვეთი გავაგრძელოთ. წაგე დავხატა ამას. ორი გამომდის ლავასად. აი, შავოთ ასე და ცალკე გავაკეთოთ. წვანი არ გვიდა, ესე ვიგებთ ის კვების გაგრძელებას დაგვეც. ეს არის A, B, C, აქ არის A1, C1, და აქ იყოს B1. მოდი რა ვქნათ, იცი? მე მინდა ახლა მსგავსება, ხო? და გავავლოთ ერთმანეთის პარალელური წრფეები, გონია ეს უშველის თვალწთები. აი, ვეწვეროდა, აი ასე, ამ წრფეზე ნებისმიერი ერთმანეთის პარალელური წრფეები ასე გავავლოთ. შეგვეშინდეს B-დან A-დან და C-დან ერთმანეთის პარალელური გავავლი, ნებისმიერად რა. რომ გამევლო. აი ბატონო, გავავლებ და მონიშნოთ ახლა, დავაწეროთ ამას, რა ასოები დავაწეროთ. რაღაცა M-ი, N-ი და K. ამინდა რა ვიცით აქ ჩვენ. ну ეს სამკუთხედები ხო მსგავსი იქნება პარალელურები გავავლეთ ჩვენ ეს კუთხე ამ კუთხის ტოლი იქნება ეს კუთხე ამისი. მაშინ ნახეთ აი მოდი ასე დავაწეროთ ესაა პირველი სამკუთხედი ეს მეორე ეს იყოს მესამე. ვიმინდა ახლა რა ესე აი ამ გვერდის ნაწილებზე ხო მინდა ვისაუბრო. კარგად გამოვაჩინოთ რომ C1-ია. ეს არის C1. დავწეროთ ახლა სამკუთხედი M C1 B და S პატარა სამკუთხედი A C1 N ერთმანეთის მსგავსია. აი სამკუთხედი მეორე მსგავსია სამკუთხედი პირველის და შესაბამისად A C1 ისე შეეფარდება, ნახეთ, ერთხაზიანის მოპირდაპირე, ერთხაზიანის მოპირდაპირეს. C1 B-ს, როგორც აი ეს ახალი გავლებული A-ი ხაზი, ხო, უხაზოს მოპირდაპირე, ზემოთაც უხაზოს მოპირდაპირე MB-ს. კარგი ბატონო.
ახლა მოდი რა ვქნათ, იცით? ახლა დავწეროთ, ნახეთ, ეს მეორე სამკუთხედი, მესამე რა, აი ეს სამკუთხედი, რომ მსგავსია აი ამისი. ეს ავაწერი. მოდი ანუ სამკუთხედი MBA1 MBA1 რომ მსგავსია ეს ერთხაზიანი ხო იქნებოდა აქ რისის მსგავსია MBA1 KC1-ის ხო სამკუთხედი KC1-ის და შესაბამისად ნახეთ ქვედა ზედა სამკუთხედში ახლა ერთხაზიანი საპირდაპირე აი ეს B1 ისე შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ერთკალიანი საპირდაპირე A1C-ს როგორც აი ეს MB შეეფარდება ქვემოთ CK-ს ხო CK-ს ბოლოს ახლა აი ეს მესამე სამკუთხედის მსგავსება როგორ განვიხილო ამ დიდ სამკუთხედთან ხო ანუ სამკუთხედი CKB1 მსგავსია სამკუთხედი CKB1 AN-B1-ის AN-B1-ის აკა შესაბამისად ნახეთ მაშინ ეს ისე შეეფარდება მთელს ხო ანუ B1C A1-ს როგორც AC შეეფარდება AN-ს იგივე ნახეთ ეს სამი ტოლობა რომ მივიღეთ და ამათი მარცხენა მხარეები რომ გადავამრავო ერთმანეთზე ანუ ხო იქნება ტოლი ასე მარცხენა მხარეები რომ გადავამრავო ერთმანეთზე ტოლი იქნება მარჯვენა მხარეები რომ გამემრავლებინა ერთმანეთზე ხო აღარ ამოწერ ერთმანეთის ქვეშ ახლა პირდაპირ ანუ გამოდის რომ AC1 შეფარდებული C1 B-სთან გამრავლებული B1 შეფარდებული A1C-სთან გამრავლებული B1C შეფარდებული AB-თან უდრის ახლა მარჯვენა მხარეები რომ გადავამრავო ერთმანეთზე AN შეფარდებული MB-სთან გამრავლებული MB შეფარდებული CK-სთან გამრავლებული AC შეფარდებული AN-თან. დავაკვირდით AN-ი არის კვეთს, MB-MB-ს კვეთს, CK-CK-ს კვეთს და მარცხენა მხარე გამოვიდა 1. ანუ მთლიანად ეს არ გამოდის ერთის ტოლი შეფარდება. მაგრამ რა არის ეს A1C, C1B ნახეთ ეს რომ წავშალოთ ახლა ჩვენ რაც ქონდა დამატებით გავლებული ასე რა გამოვიდა ეს A1C1 აი ეგ C1 B-სთან კი B1 A1C-სთან კი და მე B1C B1 A-სთან კი ბატონო დავამტკიცეთ პერლაის თეორია კარგი ბატონო ну იმედია გავიაზრე ახლა როგორც მახსოვს 91 და 82 პრინციპში შეიძლება მენელაით გავაკეთოთ 81 პრინციპში არ არის ხო და მე დანარჩენი 3 82 3 4 შეიძლება მენელაით გავაკეთოთ მოდი ჯერ დავუფიქრეთ 91 საკმაოდ საინტერესო ლამაზი ამოცანა გავიღოთ M N P Q მართკუთხედი
და ნუ რა ამბები ტრიალებს ახლა, მოდი გავავლოთ 100 ხაზები და თან დავაწეროთ პროპორციები, ვიცით წერტილი რა შეფარდებით ყოფენ და ამოვიყენოთ მათ. ნუ ეს არის A, ეს არის აქ B, კვეთის წერტილი არის O და A-N ისე შეფარდება AP-ს როგორც 2-3-ს, ანუ 2x, 3x, BQ ისე შეფარდება BP-ს, BQ, BS, ანუ BQ ქვემოთ ესა Y-ი, ერთი ორთან შეფარდებაო და ანუ ეს Y-ით ავხნიშნოთ, ეს იქნება 2Y, MA, NB მონაკვეთები კვეთებიან ოწერტილში და უნდა ვიპოვოთ NO რა შეფარდებით იყოფა OB-სთან, NO, OB. აი, ამათი შეფარდება. კარგი ბატონო. ახლა აქ რა შეიძლება იყოს, აი თუ გახსოვთ ჩვენ მქონდა ასე კვადრატი იყო და იყო ასე გავლებული რაღაცა ამის გამოცდილება და აი ეს რომ ამის მსგავსი იყო და დაახლოებით მაგნაირი სიტუაცია შეიქმნებოდა აი ეს რომ მეგრძელებინა. მაგრამ ცოტა არ იყო საკმაოდ შრომატევადი თემა. იმიტომ რომ ჯერ თქვენ ეს როგორ შეეფარდება ამას ეს უნდა გაიგოთ. მერე უფრო სწორად მაგას კი არ გაიგებდით თქვენ. გაიგებდით, აი ეგ შეეფარდება ამას, ხო? მერე მაგას რომ გაიგებ, უნდა გაიგო ეს როგორ შეეფარდება ამას. და მერე რაღაც უნდა გამოაკლო ერთ ნაწილი და საკმაოდ საწვალებელია, თუმცა ასედაც კეთდება და კი კარგი იქნებოდა ახლა მასეც გამეკეთებია, მაგრამ ის დამატებითი ხასის გავლება გვიწევს და უკეთესი აღმოჩნდა უფრო კომპაქტური. კარგი, თუ ამ დამატებით ხას გავავლებდით შიგნით. აკეთოს ჩვენ რა უნდა კონცეფციის და პრინციპის დონეზე რა უნდა ვხდოს, რომ მსგავსება არ არის, ეძებდა მსგავსება რა. მიდი რა მიიყვანო მსგავსების კონდიციამდე სიტუაცია და ამის მიიყვანა ამის გაკეთება როგორ ხდება ძირთადად პარალელური ხაზების გავლებით. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა. მოდი ნახოთ ახლა აქ დავაწეროთ ასოები და რა სად მიიღება ეს პარალელურობა ბოლო-ბოლო, ხო? ეს იყოს რაღაცა E წერტილი, ეს იყოს ვთქვათ D წერტილი, აი აქ. ნახეთ მეგობრებო ახლა თქვენ თუ იცით ეს ხო მართკუთხედია და პარალელურს თუ გავავლევდი, აი MDBQ-ც ხო მართკუთხედი იქნება. ამიტომ ცხადია ეს Y იქნებოდა პირდაპირ პროპორცია კი არა, იგივე ეს Y-ია, აქაც Y იქნებოდა და ესეც 2Y იქნებოდა. ცხადია ახლა სამკუთხედი MDT მსგავსია MN100, სამკუთხედი MN100 და დავწერდით მაშინ როგორც Y შეეფარდება ეს მთლიანად ამ გვერდს, ხო? ანუ კეთა გამოდის რომ Y შეფარდებული 3Y-თან ეს იქნებოდა DT შეფარდებული ეს DT რასთან 2X-თან. ერთიდან გამოდის რომ DT შენ X-ით უკვე გამოსახული გაქვს. ანუ 2X-ი გადავდოდა აქეთ და 2/3 X-ი გექნებოდა. ახლა შეხედეთ. სულ ეს 5X-ია გამოდის ჩვენი აღნიშნით კი. მაშინ აი ეს გვერდი არ გამოდიოდა 5X გამოკლებული 2/3X. კი, რა თქმა უნდა გამოდიოდა და ეს 15, 15-2, 13/3X იყო. მაშინ მეგობრებო დავწეროთ მსგავსება ამ სამკუთხედის და
ამ სამკუთხედის. როგორ იქნებოდა ეს მსგავსება? ხო, ეს ხო მსგავსია ეს ორი სამკუთხედი და მოდი პირდაპირ ვთქვათ ახლა ეს კუთხე ოქროები ამ კუთხის ტოლია, ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია და NO ისე შეეფარდება ერთკალიან სოლიუდაპირე NO აქ ერთკალიან სოლიუდაპირე OBS როგორც 2x აი ამასლიანად 13 მესამედ x x-ები გვეცებოდა და ეს 13 მესამედი ამოტრიალდებოდა და 3 მე-13-ზე რომ დამრავდებოდა 2 იქნებოდა 6 მე-13. ანუ 3 არის ზემოთ ავიდოდა რა. ანუ რა ყოფილა NO შეფარდებულიობასთან? ეს ყოფილა 6-13-თან შეფარდება. რა სიტყვით? რა გავაკეთებ ამას აქვს? მანერად ეს იმიტომ რომ შეიძლება მე თქვენ მახსოვებაში აღიბეჭდოს უფრო მძიმე კატეგორიად. არა. თუმცა საკმაოდ რთული ამოცანა, იმიტომ დამატებითი ხაზის გავლებასთანაა დაკავშირებული და ну ახლა პარალელური ხაზის გავლება რაც არ უნდა სტანდარტულ დამატებით ხაზად ითვლებოდეს, მაინც არასტანდარტულ სიტუაციებს წარმოადგენენ ხოლმე. მოდი შევდიოთ ახლა 92-ს. და ვხატოთ როგორც არის დახატული. ასე ეს გაწელება და ასე ასეთი ნებისმიერ დავწეროთ ასოები A B C M N და P იბეცე სამკუთხედში AB გვერდზე აღებულია შუა M-წერტილი ახლა ანუ ეს ამის ტოლია AC გვერდის გაგრძელებაზე აღებულია P-წერტილი ისე რომ AC უდრის CP-ს ან AC უდრის CP-ს განაწილება თხოვს MP წრფეს BC გვერდი ნუ MP წრფეს MP წრფე განაწილება თხოვს BC გვერდს იგი ანუ B-ი როგორ შეეფარდება NC-ს არა რა ნაწილება თხოვს ზომები უნდა ზუსტად კაი ბატონო კარგი ანუ BC ვიცით ხიანთ არის 12 მოდი მაშინ ასე იყოს ეს თუ x იქნებოდა ეს იქნებოდა 12 minus x. ანუ გვაინტერესებს x-ი რა. ну შესაბამისად 12 x. იცით მენელაის თეორემა ხო აი აშკარა მენელაის თეორემა, არის სამკუთხედი, მისი ერთ-ერთი გვერდის გაგრძელება გადაკვეთილი, ამ გაგრძელების ბოლო მეორე ბოლოდან A-დან დავიწყოთ, ანუ AM ისე შეეფარდება MB-ს და მოდი დავაწეროთ ახლა ამას A ეგ არის. მოდი ამას დავაწეროთ B ეგ B ხო? ანუ A ისე შეეფარდება A-ს ეს წილი ამ ნაწილს ხო? ისე შეეფარდება არა A შეფარდებული A-სთან გავრავლებული. B-ი NC-სთან, ანუ 12 minus x-ი x-თან გავრავლებული. გარე ნაწილი B მთლიანთან 2 B-სთან. ხო, ეს არის ერთი სტოლი. ну ახლა A A-ს კვეთს, B B-ს კვეთს, ანუ აქ 12 minus x-ი შეფარდებული x-თან და 2 გადავიდოდა გამრავლებით. ერთი ამასთან მოვიდოდა, აქედან 12 minus x-ი უდრის 2x, 3x-ი უდრის 12-ს და x-ი უდრის 4-ს. ანუ გამოვიდოდა რომ ეს არის 4, ეს არის 8. ანუ 8 და 4 მივიღეთ გვერდები. მაგრამ ნუ ეგ მენელაის თეორემი. თუმცა ეს ძალიან ლამაზი ამოცანა, ძალიან და საერთოდ არ ჭირდება მენელაის ნაირი ასე თუ ისე მძიმე არტილერია. მაგრამ ერთი ლამაზი დამატებითი ხაზი უნდა და პრინციპში აი მენელაის თეორემა არის ალტერნატივა დამატებითი ხაზის გავლების რა. აი თქვენ თუ ახლა დაინახავდით აი B-ს შეერთებით P-სთან და შეხედავდით რომ სამკუთხედი A B E-ში ხო BC მედიანა იყო ხო ACCP-ს უდრიდა და EM-იც მედიანა იყო
მაშინ n-ი არ გამოდის მედიანების გადაკვეთის წერტილი და არ გამოდის რომ b-ნი ისე შეეფარდება n-ს მედიანების თვისება, ხო? როგორც 2-1 მედიანები გადაკვეთის წერტილით იყოფიან წვეროს მხრიდან, აი წვეროს მხრიდან 2-1-თან შეფარდებით. ესე იგი 12 - x-ი შეფარდებული x-თან, ტოლი იქნებოდა 2-ის, 12 - x იქნებოდა 2x და შესაბამისად x-ი გამოვიდოდა 4, როგორც წინა შემთხვევაში. ასეთი სიტუაცია მივიღეთ. კარგი. მოდი ვნახოთ 93 და 94-ს რა ჭირდება ახლა. 93. ABC სამკუთხედის BC გვერდზე აღებულია კაწერტილი. აი, დავხატოთ ABC სამკუთხედი. BC გვერდზე აღებულია კაწერტილი ისე რომ BK კაცესთან არის 1/3. დავწეროთ მაშინ x-ი და 3x-ი, ხო? ასე BK კაცესთან. AC გვერდზე აღებულია L-წერტილი ისე რომ AL-ი LC-სთან რაღაცა იყოს ასე, ხო? L-ი LC-სთან არის 2/5-თან, 2y 5y. და გვჭირდება ჩვენ რა შეფარდებით ყოფს AK და B მონაკვეთებს, ორივე მონაკვეთი რა შეფარდებით იყოფა ამის გარკვევა ჭირდება ეს AK და B. მოწერდით. აი ამ პირდაპირ შეგიძლიათ ახლა, რადგანაც სამკუთხედის შიგნითა ორი მონაკვეთი გავლებული, ამ მონაკვეთების კვეთა გვაინტერესებს, რა ნაწილებად იყოფა, პირდაპირ დაიწყოთ და შევუდგოთ მენელაის თეორემას. რადგანაც ახლა თან ისიც არა გაქვს, შიგნით ხო ორნაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ მენელაი და მაინც რომელია და ორივე გჭირდებათ, იმიტომ რომ ორივე გვერდი როგორ იყოფოდა მაგას გეკითხებოდნენ. აი მოდი ჯერ ამ სამკუთხედში გამოვიყენოთ მენელაი. აბა კიდევ ერთხელ დავაკვირდით. ნახეთ, ამ სამკუთხედის AC სამკუთხედის ერთი გვერდი გადაკვეთილია, მეორე გვერდი და AC გვერდის, აი ამ გვერდის გაგრძელება. ანუ იწყებთ მეგობრებო, გაგრძელებული მხარის მეორე ბოლოდან C-დან. და წერთ, აი C-L ისე შეეფარდება შეფარდება AL-თან, გამრავლებული AO-K-სთან და გამრავლებული გარე ნაწილი მთელ. ანუ 5y შეფარდებული, ეს დაიწყო გაჭედვა, ცოტა გადაგვეტვირთა, ადი 5y 2y-თან გამრავლებული AO-K-სთან გამრავლებული გარე ნაწილი ანუ x-ი თლიანთან, ანუ 4x-თან. უდრის 1-ს. y-ები კვეცება, x-ები კვეცება და AO-K-სთან რა გამოდის მეგობრებო? ესე იგი ნახეთ, ეს ხო 5 მეორედ, კარგით ეს სიჩქარე, 5 გამრავლდება 1-ზე, 2 გამრავლდება 4-ზე და შესაბამისად AO-K-სთან გამოდის 8-ზე 8/5. ასეთი ამბავია ოქროები.
ნუ 8-5-თან მივიღეთ ერთ-ერთი შეფარდება. ახლა თქვენც და მერელაი დავინახოთ, სად დავინახოთ, იცით, მეგობრებო? აი ამ სამკუთხედში. ამ სამკუთხედში დავინახოთ ახლა მერელაი. ნუ მეტი ვარიანტი არც იქნებოდა. ანუ გაგრძელება ახლა აქედანა AC გვერდია და ამიტომ დაიწყებდით მეორე მხრიდან C-დან და წამოყვებოდით. ეს ამასთან 3x x-თან გამრავლებული. ეს ამასთან თან გამრავლებული. არე ნაწილი მთელთან 2y 7y. x-ები იკვეცება, y-ები იკვეცება, სამჯერ 2 ანუ აქ იქნებოდა 6 მე-7 ჯერ b-თან და შესაბამისად b-თან ეს იტალი იქნებოდა 7 გადავდოთ აქეთ გამრავლებით 6 გაყვეთ. ანუ 7-6. ესე იგი მივიღეთ a-ოკასთან ერთადია როგორც 8-5-თან, b-თან როგორც 7-6-თან. მერელაის თეორემით ასე გამოვიდა, არავითარი დამატებითი ხაზის გავლება არ დაგჭირდა. მოდი ახლა გითხრათ, მოსწავლეს ასე გააკეთეთ ხო? მოდი მას დავესესხები და ვისნაირად გავაკეთებ ახლა მეორენაირად როგორ იქნებოდა ეგ. ეს ერთი ხერხი. ახლა მეორე ხერხი. მოგავთ პარალელური ხაზები მეგობრებო. მოდი აქ ვიდეოსვარ, ხაზ გვიტვირთავს, წავშალოთ. და გავავლოთ C-დან კ-დან გავავლოთ, მოდი. ასე გავავლოთ პარალელური ხაზი. აი ამ B-ის რა. ო, რაღაცა ერთი დავარქვათ ამას. რა ამბავი იქნება ახლა მეგობრებო, შეხედეთ. ეს ხომ მთლიანად 5y. და უცებ ახლა რა შეფარდებით დაიყოფოდა ეს არ იქნებოდა 3-1-თან. ო რაღაცა 3a და აქ იქნებოდა a. ანუ ხო, იმიტომ რომ ეს 3-1-თანა, ეს დაიყოფოდა 3-1-თან. და გამოგვივიდოდა უქროები რომ ესე იგი 4a უდრის 5y-ს და a იქნებოდა 5 მეოთხედი y. ანუ ეს იქნებოდა 5 მეოთხედი y. და მე ადგებოდით და ამ სამკუთხედში განიხილავდით მსგავსებას. ანუ იგივეს რა, a-ო როგორ შეეფარდება ოკას, აი a-ო როგორ შეეფარდება ოკას. როგორც 2y ამ 5 მეოთხედ y-ს. ძალიან ლამაზი ამოხსნა, ხო? 2y 5 მეოთხედ y-ს. y იკვეცება და აქ 5 ამოტრიალდება 4 და იქნებოდა 8 მეხუთედი. არაფრით არ ჩამორჩება მერელაის თეორემას, ხო? ნუ ანალოგიურად გააკეთებდით მეგობრებო, მერე ელიდან გავავლევდით, ის ასე გავავლევდით, აკას პარალელურს და ისე დათვლიდით რა. შესაბამისად. დავხარჯო ახლა ამაზე დროს. აი, მოდი 94 მარტო მერელაით გავაკეთოთ და დღეს გვეყოს კი დავასრულებთ პრინციპში აღნიშნულ თავსაც. იმედია გვაცლის ჩვენი პადი ცოტა უჭირს წერა. დავხატოთ
A, B, C, სამკუთხედის, ესე იგი BC გვერდზე აღებულია M წერტილი, ისე რომ C-მი M B-სთან. 3 ორთან, ну დაახლოებით ასეა, ხო? 3x 2x C-მი M B-სთან. B გვერდზე აღებულია N წერტილი, ოღონდ არ გვეუბნებია როგორ აღებული, უბრალოდ ვიცით რომ M-თან 5 ერთთან იქნებოდა, ანუ A-ს მხარეს უფრო ბევრი აქვს, სადღაც აქ იქნებოდა რა. N-ი და რომ ავდგეთ ახლა ჩვენ და შევაერთოთ აი ასე ანუ გამოდის ვიცით რომ ესა 5A და A ხო A O-M-თან ეგ ვიცით იგითხები აი რა შეფარდებით იყოფოდა A-N-ი A-N-ი N-ს ვასა აქ იმდენად ცხადია სად უნდა დავწეროთ მენელაის თეორემა რომ ვიცი აი ამ სამკუთხედში აი სადაც თვითონ A-N-ი მონაწილეობდა ხო აი აქ უნდა დავწეროთ მენელაის თეორემა ამ სამკუთხედში გაგრძელებული არის BM გვერდი ანუ B წვეროდან დავწყებდით გაგრძელებს მოპირდაპირ წვეროდან ოღონდ აი ასე ეს ამასთან ანუ B-N-ი შეფარდებული N-ასთან გამრავლებული 5A-ასთან 5A-ასთან გამრავლებული გარე ნაწილი ასე გარე ნაწილი მთელ ხო 3x 5x-თან ეს უდრის 1-ს A-ს კვეთს x-ი x კვეთს 5-ი 5-ს კვეთს და გამოდის რომ B-N-ი N-ასთან იქნება აი სამიანი რომ გადმოიტანო აქეთ გაყოფით გადმოვა ხო 1-3 თუ რადგანაც აქ პირიქით A-N-ი N-ს-თან გთხოვდნენ პირიქით იქნებოდა 3 1-თან ორჩა დავთავრეთ თუ საკმაოდ საინტერესო განხილვა გამოგვივიდა იმედია გეხმარებათ მსგავსების ათვისებაში, ეს მნიშვნელოვანი გეომეტრიული კატეგორია. აბა დროებით.